მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გზნობა და მოქმედება მაისის ბოლომდე. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მას ასე წარმოსთქვით მისი სახელი და გვარი, წარმოიდგინეთ და ვნახოთ ზოგადად ვინ არის, რა ენერგიებშია ფიქრი, გზნობა და მოქმედება. მას დავიწყეთ. უახლოესი პერსპექტივები. ვინ არის პენტაკლების მეფე? საკმაოდ მიზანდასახული, საკმაოდ უყვარს ფინანსები. ნახეთ, პირველ ადგილზე დგას ეხლა მისთვის ეს ფინანსური რესურსები, კარიერა, განვითარება ამ თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ეხლა აბსოლუტურად გადართულია ნახეთ ბიზნესი, სახლი, ფინანსები, სამსახური, კარიერა, აი ესეთი ნიშნულოვანი ეტაპი აქ ეხლა და სხვათა შორის აქ აწონდაწონის რეჟიმშია, იმიტომ რომ აქ არის რაღაცა ნაკლებობა ფინანსების თვალსაზრისით, მას სჭირდება და თითქოს გადათამაშებას ჯობლიორობს. გადათამაშება უნდა. ძალას ითხოვს რესურსები, სხვათა შორის ელოდება რაღაცა ძლიერ პოზიციას. ძალას ნახეთ, власть, ეს არის მართველი პოზიცია შეიძლება იყოს, ეს შესაძლებელია იყოს ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობა, რომ მართოს მის ირგვლივ აბსოლუტურად ნებისმიერი სიტუაცია და ამის მოლოდინშია მეკობრებო. აქ ეს მოუტანს ეს ძალა რასაკვირველია სტატუსს, ეს ძალა მოუტანს ფინანსებს, ეს ძალა მოუტანს სწორ მიმართულებას მისი თვალსაზრისით ცხოვრებაში. კარგით, მოდი ვნახოთ ეხლა ესეთი რაღაცა. რას ფიქრობთ თქვენზე? დაჯერებული იდიოტი. რას ფიქრობთ თქვენზე? ფიქრობს იმას, რომ ნახეთ, ეხლა არჩევანი აქვს აუცილებლად. ფიქრობს იმას, რომ თქვენ ხართ კუდიანი ქალი, რადგან თქვენ ხართ მის გონებაში გამჯდარი რეალურად. აქ არის ემოცია უდაოდ, არც კი შევეკითხები გრძნობას რასაკვირველია. თუმცა საკმაოდ დიდი ხანია რაღაცა რთულ პერიოდს გადიხართ ამ ურთიერთობაში. თქვენ ხართ არჩევანის წინაშე, ისიც არის არჩევანის წინაშე და ეს არჩევანი უნდა რომ სწორად გააკეთოს რასაკვირველია. სწორი ნაბიჯებით. თუმცა გეტყვით ერთს უდაოდ, რომ ამ ურთიერთობაში არის შესაძლებლობა ძალიან დიდი იმის, რომ შეიცვალოს ტენდენციები უკეთესობის თვალსაზრისით და თვითონვე იქნება ხელმძღვანელი, ანუ აი ამას განიხილავს, ამას ფიქრობს, მის ფიქრებში ხართ. მაგრამ ძალიან კუდიანი ქალი ხართ მისი თვალსაზრისით. აქ ემოცია, აქ სიყვარულია რეალურად. და მამაც შემიძლია გითხრათ, რომ აი ეს ემოციები, რასაც თქვენ ამ ადამიანს ჩუქნით, იმ გრძნობას, იმ რესურსებს, იმ სექსუალურ ენერგიას, იმიტომ რომ კვერთხების დედოფალი ძალიან სექსუალური ქალია, პარალელურად. ამიტომ აი ეს ენერგიები, რომელიც თქვენგან მოდის, მასთან არის ძალიან ღრმა. ძალიან ღრმა. ამიტომ ვერანებებს თავს ფიქრს თქვენზე რეალურად და ეს მიჯაჭვულობები ნამდვილად არსებობს როგორც მენტალური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ემოციური, აი ეს მიჯაჭვულობები არის ნამდვილად თქვენ მიმართულებით. თვითონაც უკვე ხანდახან რომ რატო ხართ მისი ესეთი აკვი ატება, მაგრამ ის კმაყოფილება, რომელიც მას თქვენს გვერდით აქვს, ემოციების თვალსაზრისით სავსე თასების არ აქვს არსად. ამიტომ ეს ნოსტალგიაც არის რაღაცა გარკვეული პერიოდი, არის რაღაცა ნოსტალგიური პერიოდი და ნახეთ რას აკეთებს, ანუ თქვენი რესურსების მათხოვრად არის ქცეული, როგორც ჩანს ეხლა აღარდებთ ამ რესურსებს და თქვენი რესურსების მათხოვრად არის ქცეული. ბევრ თქვენთაგანზე აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას იმას, რომ კვერთხების დედოფალი და გურუმი ქალი რეალურად არის მასზე რაღაცა ზეგავლენები, სხვათა შორის ეხლა ცოტა აგრესიულ პერიოდს გადის, ეს ზეგავლენები მას უცვლის თასების მეფეც მოვიდა პარალელურად, შეიძლება წყლის ნიშნებიც იყოს, მას უცვლის ნახეთ ხასიათს ძალიან ხშირ შემთხვევაში, ანუ თვითონ ვერ ხვდება რა ჭირს, ხან აგრესიულია ძალიან, ანუ ცვალებადი ხასიათი არის მასზე რაღაცა ნამაიმუნარი, ესე ვიტყვი, მიმჯაჭვულობების თვალსაზრისით მესამე პირებისგან, იმიტომ რომ მესამე პირებს ხედა ურთიერთობაში და მათი მხრიდან არის რაღაცა გარკვეული სამუშაოები ჩატარებული მასზე ენერგეტიკის თვალსაზრისით, მიჯაჭვულობების თვალსაზრისით, მაგრამ ნუ მაინც აი მეტნაკლებად ხდება თქვენზე ფიქრი, კი ბატონო, როგორც განაჩენი ისე გამოუტანეს страшный суд. ეს პარალელურად კარმაც არის თქვენთვის ეს ადამიანი, ეს პარტნიორი და ცოტა მტკივნეულია მასთან. აქ შემიძლია განვიხილოს ამ კუთხედით, თუ სამკუთხედი არ არის პირდაპირ მნიშვნელობით, მაშინ ნებისმიერი ადამიანის ჩარევა, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე, ურევენ გონებას, ურევენ ნაბიჯებს, ურევენ გადაწყვეტილებების მიღების, უშლიან ხელს გადაწყვეტილებების მიღებაში, სწორი რომელია და არასწორი რომელია, თითქოს მიდის თვალთვალი მასზე 24/7-ზე, შეიძლება იყოს მესამე პირებისგან, შესაძლებელია თქვენგან, ამიტომ მოდის ძალიან დიდ ბრძოლებში და ძალიან დიდ წინააღმდეგობებში ეს ადამიანი. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა ესეთი რაღაცა. მოდი ვნახოთ ეხლა ესეთი რაღაცა. გრძნობა მაინც მინდა ვკითხო თუ აქვს გრძნობა, კი ამოვიდა გრძნობა, მაგრამ
სხვათა შორის ძალიან ძლიერი გრძნობა აქვს. ჰარმონია მიაჩნი ხართ მას როგორც უძლიერესი პიროვნება, ენერგეტიკულად თუ უკვე ცნობიერით, თუ ემოციებით, თუ აი მართვა შეგიძლიათ მისი. ძალიან კარგი манипуляტორი ხართ, ესე ფიქრობს, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ მისი მართვა რეალურად. ხო, ну აი რესურსი ხართ, უზარმაზარი რესურსი ხართ ამ ადამიანის სამწუხაროდ, რომელიც ეხა ძალიან აკლია და თითქოს აი ამ რესურსების სიღარიბეს განიცდის, როგორც სექსუალური ენერგიის, ყურადღების, პატივისცემის, საჩუქრის, ფინანსების, მათ შორის და ასე შემდეგ. გააჩნია რას დებთ ამ რესურსების თვალსაზრისით ამ ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში ეხლა ძალიან აკლია მას თქვენი რესურსები. სიღარიბის განიცდის ამ თვალსაზრისით. კარგი, გეგმა თუ აქვს რამე თქვენთან დაკავშირებით. გეგმა, ნახებედის ბედის იმედად არის დარჩენილი სხვათა შორის. გეგმა აქვს, რომ თუ თქვენ სხვადასხვა ქალაქში ქვეყანაში ცხოვრობთ, თქვენ შორის მანძილია, ამ მანძილის გამოვლას ფიქრობს, ნახე გეგმაში აქ ეს. მაგრამ არის რაღაცა მტკივნეული მიჯაჭვულობები, რომელიც გაწყვეტად არ შეუძლია. ეს შეიძლება იყოს დამოკიდებულებები რაღაცაზე, შესაძლებელია იყოს მიჯაჭვული ურთიერთობებზე, რომელზეც პასუხისმგებლობები აქვს აყიდებული. ნუ ყოველ შემთხვევაში არასტაბილურ ენერგიებში ვხედავთ ამ ადამიანს და რეალურად ჭირდება მისგან განთავისუფლება, გამოსვლა, შეიძლება იყოს მენტალური მდგომარეობაც, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. გეგმა ის არის, რომ თუ არის სიშორე თქვენ შორის, როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური სიშორე, ამ სიშორის შემოკლება. კარგი, რეალური ნაბიჯები რა გექნება მაშინ? რეალური ნაბიჯები მაისის ბოლომდე. თუ ის ქორწინებაშია ჩამოძვრ ფესებო ქორწინებიდან გამომდინარე ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან. თუ არ არის ქორწინებაში, მაშინ მისი ძირი ოჯახი მოქმედებს მასზე ძალიან ძლიერად, ფსიქოლოგიურად და მენტალურად. თუ სიშორეა რეალურად გეგმა აქვს, რომ ეს სიშორე გამოიაროს, ან თქვენ შეხვედრა მოხდეს რაღაცა გარკვეულ გზაზე არის ფიქრი, მისი გონება არის გამახვილებული ამ გზაზე რეალურად. გეგმა რა აქვს? გეგმა რა აქვს, რომ ისევ იმ სტაბილურ ურთიერთობაში დაბრუნდეს, რაც იყო აქამდე თქვენთან, რომელშიც ხა ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდის ამ თქვენს ურთიერთობას გულისხმობ, მზე შემოიტანოს, სითბო შემოიტანოს ეს ურთიერთობა თავიდან დაიბადოს, მაგრამ მესამე პირებთან ჯერ კიდევ არ არის დახურული ციკლი თუ არსებობენ მესამე პირები და აი ამასაც განიხილავს, რამდენად შეიძლება სწორი და მართებული იყოს მისი ნაბიჯები. ეშინია ტკივილის, ეშინია დანაკარგების, ეშინია ღალატის, ეშინია იმ განცდების, რომელიც შესაძლებელია მისმა არასწორმა ნაბიჯებმა მოიტანოს და მათ შორის დანაკარგებში აღმოჩნდეს. ეს შეიძლება იყოს ქორწინების დაკარგვა, თუ კი ის ქორწინებაშია მეგობრებო, თუ არა და სხვა შემთხვევაში იცის, რომ თუ რაღაცა გადაწყვეტილება არ მიიღო, ამ ურთიერთობას საბოლოოდ დაკარგავს. აი ნახეთ, მონეტა ისე ღირებულია, რაღაცა უნდა რომ შემოგთავაზოთ საკმაოდ ღირებული, თუმცა ჯერჯერობით ცხენი დგას, არ მოქმედებს, ამიტომ უჭირს. აი აქაც მეგობრებო, თუმცა განხილვაში აქვს. კარგი, რეალური ნაბიჯი გექნება, მითხარი რა. რეალური ნაბიჯი გექნება. სანამ არის ზეგავლენები მაგიური, აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას ამაზე, იმიტომ რომ მესამე პირები დღესდღეობით გამარჯვებას აღნიშნავენ შემოძვრიფესებო, იმიტომ რომ აქ არის კვერთხების დედოფალი, რომელიც მოქმედებს მაგიურად მასზე. უნდა რომ გადმოდგას ნაბიჯი, უნდა რომ რეალურად მოვიდეს თქვენამდე, მაგრამ აქაც არ მოდის მოქმედებაში. აი ჯერჯერობით, ჯერ კიდევ მაისის ბოლომდე სასწორზეა ეს ურთიერთობა შემოდებული, იმიტომ რომ ბევრ თქვენთაგანთან აქ არის ბრაზი, აქ არის გარჩევები, აქ არის კონფლიქტი, აქ არის მაგიური ზეგავლენების არეალიც სამწუხაროდ, ყველასთან არ არასაკვირველია, თუმცა არის. ამიტომ აი არის ძალიან დიდი ხელშემშლელი ფაქტორები და გადაწყვეტილების მიღება მაისის ბოლომდე ჯერჯერობით გაუჭირდება. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.